განათლება და მეცნიერება 21 საუკუნეში გამოწვევები და ახალი პერსპექტივები. ამ სახელწოდების კონფერენცია მიმდინარეობს თბილისში. მონაწილეობენ განათლების და მეცნიერების სფეროს წამყვანი ქართველი და უცხოელი ექსპერტები, ასევე განათლების მინისტრი. ღონისძიების მიზანია განათლებისა და მეცნიერების თანამედროვე ტენდენციების განხილვა, უმაღლესი განათლების რეფორმების და შრომით ბაზართან შესაბამისობის ანალიზი, ასევე აკადემიური სფეროსა და სამეცნიერო კვლევების გამოწვევებზე მსჯელობა. უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით საერთაშორისო კონფერენციების მასპინძლობა, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა ის ფაქტი, რომ აღნიშნული კონფერენცია სწორედ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რუსთავთა რუსთაველის ფონდის მიერ არის მხარდაჭერილი. მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, თანამედროვე სამყარო სავსეა გამოწვევებით. აქედან გამომდინარე, სწორედ მეცნიერება და უმაღლესი განათლება უნდა იყოს გზა, რომელიც ამ გამოწვევებთან გამკლევების საშუალებებს მიგვაგნებინებს. ჩვენი მთავარი ფუნქცია იყო დღეს შეგვეჯამებინა აკადემიურ პირებთან ერთად, სახელმწიფო წარმომადგენლებთან ერთად და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად ის გამოწვევები, რომლის წინაშეც დგას დღეს ჩვენი ქვეყანა და მთავარი არის, რომ ჩვენი დისკუსიებით ხელი შეუწყოთ მომავალში იმ პოტენციალის კიდევ უფრო გაძლიერებას, რომლითაც საქართველოს უნდა შეასრულოს თავისი როლი განათლების და ინოვაციების თვალსაზრისით. რამდენიმე დღეს საქართველოს სომხეთის საფეხბურთო მატჩამდე საქართველოს ეროვნული ნაკრების შეკრებას 17